მოგესალმებით, მე ვარ დათო გეიმერი და დღეს მე წარმოგიდგენთ ჩემს decks Clash Royale-ში, რომელიც მე თვითონ შევქმნი და განახებთ ორ replays თუ როგორ უნდა ითამაშოთ ამ deck-ით და რომელი ჯარების წინააღმდეგ არის ეს deck-ი ძალიან კარგი. აი ეს deck-ით თუ თქვენ პრინცესა არ აყავთ, შეგიძლიათ აი სპირიტი ჩასვათ პრინცესას მაგივრად, მაგრამ სასურველია რა თქმა უნდა პრინცესა იყოს ამ deck-ში. დღეს ჩვენ ვნახავთ ორ replays, როგორც უკვე თქვი, პირველი replay იქნება სახმელეთო ჯარის წინააღმდეგ და მეორე იქნება საჰაერო ჯარის წინააღმდეგ. მოდი დავიწყოთ სახმელეთო ჯარის წინააღმდეგ. ცოტა ავაჩქაროთ. ხედავთ რომ მოწინააღმდეგე სვამს მოდი ცოტა შევანელოთ მაინც. ხედავთ რომ მოწინააღმდეგე დასვა ბრაიდერი და მე დამცავი ქარდები ამყავდა, ამიტომაც გავუშვი ლოგი. შემდეგ მეორე მხრიდან, მარჯვენა მხრიდან შევუტიე მე მას და ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად მან მოიეგერია აის ვიზარდით და გობლინებით. ხედავთ რომ აის ვიზარდი უტევს ჩემ თაუერს, მე არაფერს არ ვსვამ, რადგან აის ვიზარდი არც თუ ისე ძალიან ძლიერია. ხედავთ რომ ის ამზადებს ჰოქს, მაგრამ ჩვენ ვსვამთ მეგამინიონს, ის კი როიალ ჯაიანტს ამზადებს, მან დასვა როიალ ჯაიანტი და როიალ ჯაიანტისგან თავის მოსაგერიებლად ჩვენ ვსვამთ ელიტ ბარბარიანებს. ელიტ ბარბარიანები არიან ძალიან კარგები, რადგან როდესაც ელიტ ბარბარიანებით თავს დავიცავთ, ისინი ეგრევე შეტევაზე გადადიან. ამ დროს კი მარჯვენა მხრიდან ჩვენ შევუტიეთ და მარჯვენა მხრიდან თაუერს ავიღებთ. მან ვერ დაიცვა მინიონებით თავი და ეხა ის მინიონები მოდიან ჩვენ თაუერისკენ, მათგან თავის დასაცავად პრინცესას ვსვამთ, რა თქმა უნდა. ვამზადებთ ელიტ ბარბარიანებს, რადგან ვიცოდი რომ მას უნდა შემოეტია. მან დასვა თავისი ელიტ ბარბარიანები და მე დავსვი ლოგი და ელიტ ბარბარიანები, რადგან შევნახე რომ მისი ბარბარიანები უფრო ძლიერები იყვნენ. მარცხენა თაუერზე გამოუშვა ჰოგი, ჰოგის დასაცავად მე დავსვი მეგამინიონი. და ვემზადები შეტევისთვის, რადგან ელექსირი არ ყოფნიდა, ეგრევე ჰოგი დავსვი, აღარ დავეოდე აის გოლემს და ხედავთ რომ მან დასვა მინიონები და აის ვიზარდი ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად. ის უშვებს ელიტ ბარბარიანებს, მეც ელიტ ბარბარიანებს ვსვამ თავის დასაცავად, რა თქმა უნდა. და პრინცესა ესვრის აის ვიზარდს, ასევე მან დასვა როიალ ჯაიანტი, რომლისგანაც თავს ვიცავ და ამავდროულად უტევ კიდევაც. მე ვცდილობ ავიღო ამ მომენტში თაუერი და ეს გამომდის. ვსვამ ელიტ ბარბარიანებს ჰოგრაიდერისგან თავის დასაცავად, ვაგორებ ლოგს და მეორე თაუერსაც ვიღებ. ამავდროულად კი მივდივარ მესამე კრაუნზე, რადგან ვიცი რომ მას ყავს როიალ ჯაიანტი, რომელმაც უკვე აიღო ჩვენი თაუერი და ამ დროს ის არიცავს თავს და მე უღებ მესამე თაუერსაც. როგორც ხედავთ, მიწის ჯარის წინააღმდეგ ეს deck-ი არის ძალიან კარგი, ხოლო საჰაერო ჯარის წინააღმდეგ ის მე თითქმის სულ ვაგებ ამ deck-ით. ჩვენ ახლა ვნახავთ მეორე deck-ს, რომელიც იქნება საჰაერო ჯარის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა. გეტყვით რომ საჰაერო ჯარის წინააღმდეგ ეს deck-ი ძალიან უძლურია, ძალიან. აქ არის ორი replay, რომელშიც 1-2 წავაგე და 3-1 წავაგე. ჩვენ უყურებთ ახლა 2-1 საათ წავაგე, რადგან 3-1-ზე არც თუ ისე დიდად საჩვენებელია, რადგან იქ ინტერნეტი მიჭედავდა და ამიტომაც ვერ განახებთ ამ deck-ის მოქმედებას. ამიტომაც ამ replay-ს უყურებთ. ხედავთ რომ შემტევი ქარდები ეგრევე დამიჯდა, ამიტომაც ეს ძალიან კარგი იყო. ვსვამ აის გოლემს და გავაყოლებ ჰოგრაიდერს.
მან დასვა ის ვიზარდი და ბომბერი, მაგრამ მათგან თავის დასაცავად მე დავსვა უბრალოდ პრინცესას, რადგან ელიტ ბარბარიანები დასვა მან ჩემი შეტევისგან თავის დასაცავად, ამიტომაც მეც უნდა დამეცვა თავი ელიტ ბარბარიანებისგან. ვაგორებ ლოგს, რადგან დარწმუნებული ვიყო, რომ თავს დავიცავდი. ვემზადები შეტევისთვის, ამ მომენტისთვის მე არ ვიცოდი რა თქმა უნდა, რომ მას ლავა ქონდა. ვემზადები ისევ შეტევისთვის და ის სვამს ამ მომენტში ლავას და მე ეგრევე უტევ, რადგან ვიცი, რომ მას ძალიან ცოტა ელექსირი ექნებოდა. ის სვამს ბომბერს და გობელინებს, მე მათ თავს ვანებებ და ვცდილობ თავი დავიცვა ლავისგან. მე ვსვამ მეგამინიონს და ვსვამ პრინცესას აგრეთვე. ის უშვებს ელიტ ბარბარიანებს, მეც ელიტ ბარბარიანებს ვსვამ, რადგან სხვა გზა არ მქონდა. ვამზადებ ლოგს, მაგრამ სამწუხაროდ ელექსირი არ მქონდა. ცუდად ვისროლე აქ ზაპი. ის უშვებს ისრებს, რათა ჩემი პრინცესა მოკლას და მე ისევ ვემზადები შეტევისთვის, ამ მომენტისთვის ვიცი, რომ მას ლავა ყავს, ამიტომაც უფრო ძლიერად შევტოვ, როცა ის ლავას დასვამს. აი მე დასვა ლავა, მე უტევ ისევ, მას ელექსირი არ აქვს, ჩვენ ხედავთ, ამიტომაც ამ თაუერს თავისუფლად ვიღებ. მაგრამ მე ვიცი, რომ ლავა ძალიან საშიშია, როცა ფეთქდება. ის სვამს აის ვიზარდს, ელიტ ბარბარიანებს, მე ამ ყველაფრისგან თავის დასაცავად ვსვამ ელიტ ბარბარიანებს და ვაყოლებ ლოგს. შემდეგ უშვებ აის გოლემს, რათა ყურადღება გადავატანინო. ვსვამ მეგამინიონს თავის დასაცავად. ვუშვებ ჰოგრაიდერს, რადგან მანაც ცოტა ელექსირი დახარჯოს და არ შეუმიტიოს, მაგრამ ეს როგორც ხედავთ არ შველის და მან ამიღო ერთი თაუერი. მე ვცდილობ ისევ შევუტიო, მაგრამ ეს არ გამომდის და ის მიტევს კიდევ. გავუშვი ლოგი ელიტ ბარბარიანებისგან თავის დასაცავად და დავაყოლე ფაერბოლი. მან ისევ ლავა გამოუშვა, მე ამ მომენტისთვის თავის დასაცავი არაფერი არ მაქვს, ამიტომაც ელიტ ბარბარიანებს უბრალოდ ვსვამ, რადგან ვიცოდი, რომ წაგებული მქონდა და იმედებიც აღარ მქონდა. და აი მანაც ამიღო მეორე თაუერი და წავაგე. შეიძლება მე არ გამომდის ლავას წინააღმდეგ თამაში, შეიძლება უბრალოდ არ ვიცი. ამიტომაც აიღეთ ეს დეკი და ითამაშეთ. აწიეთ თასები. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.